პაპუაშვილი დღეებს ითვლის. ამ ქარდების გამოქვეყნება ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ მაშინ უნდა შეწყვიტოს, როცა დასავლეთიდან ქართველი ხალხის დაგმობას მოისმენს. ათვლა 4 ოქტომბრიდან იწყება. ოცნება ამტკიცებს, რომ ამ დღეს პროტესტის მონაწილეებმა ძალადობრივი გზით სახელმწიფო გადატრიალებას სცადეს, რაც ახლა პარტნიორებმაც უნდა აღიარონ. ჩვენ ხედავთ, რომ არის მცდელობა ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისა და სამწუხაროდ ამ ყველაფრის უკან დგას არა უბრალოდ უცხო ძალები, არამედ პირდაპირ ხედავთ სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურებს, რომლებიც ჩართული არიან ამ ყველაფერში. ეს განცხადება ადასტურებს, რომ ოცნებამ იმედი უკვე დაკარგა. ბოლწვეთი რეჟიმისთვის ანიტა ჰიპერის გზავნილი აღმოჩნდა, რომელმაც ფორმულა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ ივანიშვილის პარტიის პრორუსულობის მტკიცებულებები ჩამოთვალა და მათ შორის რეპრესიული პოლიტიკა დაასახელა. ჰიპერმა თქვა, რომ ოცნება ამ პოლიტიკის შენიღბვას სასოწარკვეთით ცდილობს. ქართული ოცნების განცხადებები კონტექსტისა და ქმედებების კუთხით აშკარად რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოდანაა ინსპირირებული. მკაფიოდ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი ფორმის ძალადობას ვერბალური თავდასხმების ჩათვლით, რასაც ვისმენთ ქართული ოცნების მხრიდან, არის რეპრესიული რეჟიმის შენიღბვის სასოწარკვეთილი მცდელობა. არადა ოცნების მიზანი მოძალადის სტატუსის მოშორება და ამ სტატუსის ქართულ ხალხზე გადატანა. თუმცა ჯერ პირველი რიგის ამოცანაც კი ვერ შეასრულეს. ანუ ვერ მოძებნეს ერთი პარტნიორიც კი ევროპაში, ვინც 4 ოქტომბერს ათონელზე მომხდარს მოქალაქეების პასუხისმგებლობად გამოაცხადებდა. დასავლეთისთვის შეფასების ღერძი ისევ ამ მოვლენებზე გადის. თითქმის ერთწლიანი ფიზიკური ძალადობა, ზოგიერთ შემთხვევაში წამებამდე მისული და რეპრესიული კანონები პარტნიორებისთვის ოცნებასთან დამოკიდებულებაში მთავარ ფაქტორებად რჩება. უკვე ორჯერ გააკეთა 4 ოქტომბრის წარუმატებელი დამხობის შემდეგ კომენტარი პრესპიკერმა და ეს არის და ორივეჯერ თავს დაესხა საქართველოს ხელისუფლებას ნაცვლად იმისა, რომ დაეგმო მოძალადეების და პრეზიდენტის სასახლის შტურმით ამღებების ქმედება. ზედმეტია საუბარი საერთოდ რაღაც ევროპულ სტანდარტებზე. ეს არის უბრალოდ მიუღებელი, როდესაც არაარჩეული ბიუროკრატი თავს ესხმის სხვა ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას. ამ ფონზე ოცნებისთვის განსაკუთრებულად გამაღიზიანებელი აღმოჩნდა მზია ამაღლობელის მორიგი აღიარება. ჟურნალისტი ქალი, რომლის მოძალადედ გამოყვანასაც მთელი პროპაგანდისტური ძალისხმევა მოახმარეს, პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელი გახდა. ეს კი გიორგი გრძელიშვილია. ახლა ოცნების პრესამსახური წარსულში თავადაც მედიას წარმოადგენდა. პარტიამ მზია ამაღლობელზე შეტევა დღეს სწორედ მას დაავალა. რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების დამხობის მცდელობა არც ერთ ევროპულ ქვეყანას, მათ შორის არც ამერიკის ახალ ადმინისტრაციას არ დაუგმია. ამაღლობელის გმირად გამოცხადება არა მხოლოდ მისი წახალისება, არამედ სიგნალია აგენტებისთვის, რომ გმირების რიგებში ჩაეწერება ყველა, ვინც განუხრელად შეასრულებს დიპ სტეიტის დავალებებს. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ 4 ოქტომბერს ივანიშვილმა ლეგიტიმაციის მოპოვება არა მხოლოდ მუნიციპალური არჩევნების გზით სცადა, არამედ სავარაუდოდ პროტესტის ნაწილშიც ოლიგარქმა მოვლენების სასურველი სცენარით განვითარება დაგეგმა, ისე რომ ქართველი ხალხის ბრძოლის დისკრედიტირება მოეხდინა. ამის შემდეგ ის მოქალაქეების დაკავებასაც შეუდგა, თუმცა პროცესი პარტნიორებისთვის მხოლოდ ოცნების რეპრესიულობის ახალი დასტური აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ამ რუსკოცების მიზანი და ამოცანა იყო, რომ ისე წარმართულიყო რამენაერად ეს აქცია, რომ აი რაღაცა იქ უბედურება მომხდარიყო და აი სურათი ყოფილიყო ისეთი, როგორიც მათ უნდოდათ, რომ აი ეს არის ძალადობა, ეს მართლა დამხობა, მართლა რაღაცა გადატრიალება, აბსოლუტურად ჩაუფლავდათ და ამიტომ მიმაჩნია, რომ 4 ოქტომბერი, როგორც მშვიდობიანი აქცია შედგა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც საქართველოს მეგობრებისთვის. დასავლეთი არ აღიარებს მათ, არ აღიარებს მათ ჩატარებულ არცეთ ღონისძიებას, მათ შორის არც ეგრეთ წოდებულ არჩევნებს, აქედან გამომდინარე მათ უჭირთ ამასთან შეგუება და ყოველდღიურად ცდილობენ, რომ ეაჯონ რაღაცნაირად მიმართონ დასავლეთს, რომ ისინი არიან ერთადერთი მოთამაშეები და მოუწოდონ მათ აი ამ ტრაგიკული რეალობის მიღებისკენ, აღიარებისკენ, რაც დღეს საქართველოშია და რა თქმა უნდა, ამას რომ არ აღიარებს ევროკავშირი, არ აღიარებენ ჩვენ დასავლელი პარტნიორები, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი დგანან ქართველი ხალხის გვერდით ამ ბრძოლაში თავისუფლებისთვის. 4 ოქტომბრის მოვლენების დაგმობისკენ ქართულმა ოცნებამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსაც მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძალადობით დაინტერესებაში დადანაშაულებით დაემუქრა, თუმცა სასურველი გზავნილი ივანიშვილის პარტიას ამ დრომდე არც ვაშინგტონი და მიუღია.